როგორ ხართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ ყველაზე მეტად ვის უნდა შენთან ერთად, ვინ შეგნატრის, ვის ენატრები. არავინ არ ჩაიფიქროთ, უბრალოდ აი ესე, რა ენერგიას წამოვა, ვნახოთ, აბა. ვინ არის ის, ვინც სულ შენზე ფიქრობს, ვისაც შენთან ერთად უნდა. ვინ არის ეს ადამიანი? ასოთა შორის არსებობს ესეთი ადამიანი, საკმაოდ ამბიციური, საკმაოდ ლიდერული თვისებების, მუდმივად თავის მიზნებისკენ მიმავალი ადამიანს, რომელსაც საერთოდ ყველაფერი აინტერესებს, რასაც ფიქრობენ მას და საკმაოდ გულუხვი პიროვნებაა. ეს ადამიანი კიდევ არის ურთიერთობაში. თავისუფალი არ არის ეს პიროვნება. მაგრამ აი ნელ-ნელად ცდილობს რომ გამოვიდეს ამ ურთიერთობიდან და გააკეთოს სწორი არჩევანი. ნუ ახლა რა თქმა უნდა ყველაზე ესე არ იქნება, მაგრამ თუ თქვენამდე მოვიდა ეს ვიდეო, ესე იგი რაღაცა მაინც იქნება თქვენთვის. ეს პიროვნება იწყებს ახალ ცხოვრებას. და რატომღაც ზუსტად ეს ახალი ცხოვრება დაკავშირებულია პირადთან და კიდევ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად სტაბილური იქნება კარიერაში, ფინანსები, აი ეს უნდა კონდეს, აი საერთოდ რა არ უნდა იდარდებოდეს, როცა ამ პრობლემას მოაგვარებს, მერე მისთვის უფრო გზახსნილი იქნება და ზუსტად მაშინ მიიღებს გადაწყვეტილებას პირადში. რას იზამს, რას გააკეთებს, მაგრამ თქვენ გეგმაში ხართ. ძალიან უნდა რომ მოსინჯოს თქვენთან ურთიერთობა და დარწმუნებულია რომ რაღაცა მართლა მშვენიერი უნდა გამოვიდეს თქვენთან. კიდე შეიძლება ის იყოს ის ადამიანი, ვინც დაგაიმედა, მაგალითად დაგაიმედა რომ რამე გამოვიდოდა მართლა თქვენ შორის. კიდევ დიდად სანდო არ არის. შეიძლება იცნობდე კიდეც რაღაც ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ იცნობ ამ ადამიანს, არ არის დიდად სანდო. კიდევ ყველაფერში კი არ არის, რომ არაფერში რა უნდა დაიყრდნო, მაგრამ მოხდა ისეთი რაღაცა თქვენ შორის, რაც იწვევს უკვე იმედ გაცრუებას, რომ ვერ დაეყრდნობი ამ ადამიანს. მალავს თავის გრძნობებს, მალავს თავის ზრახვებს. შენ ეს ძალიან კარგად იცი, ძალიან კარგად გრძნობ ინტუიციურად, მაგრამ როგორ ახარ იცი, ყველაფერი გაფუჭებულია თითქოს თქვენ შორის. თუმცა არსებობს მაინც ის რაღაცა შეგრძნებები, რაც მართლა უხილავია და შეგრძნების დონეზე გრძნობ თუნდაც იმას, რომ გიყურებს ეს პიროვნება, ყველაფერი შენზე აინტერესებს. ძალიან უნდა შენთან ურთიერთობა, ძალიან უნდა. რა თქმა უნდა, ხა ბევრისთვის ესე არ იქნება, მაგრამ ბევრს უნდა რომ შეიქმნას ასეთი სამიანი მშვენიერი პენტაკლი, ანუ თან აქ მოცემული გვაქვს კიდე მე-6 არკანი, სამკუთხედში რატომაც არა, ხომ არ მოსინჯოთ, ბეიბი. კი, ეს უნდა ძალიან, რადგანაც სასურველი ხარ მისთვის და სულ ეფიქრები. მოკლედ ზრუნავს იმაზე, რომ მოიწესრიგოს მისი ცხოვრება, იყოს მდიდარი, რა ვიცი, შეძლოს ორი ქალის რჩენა. ცოტა ხუმრობ, მაგრამ არ არის ხუმრობა ბოლომდე. იმიტომ რომ დაფიქსირებულია ეს ძალიან მკაფიოდ. თუმცა ამ პიროვნებას ძალიან უნდა შენთან. იმპერატორია იმდენად თავდაჯერებულია, ფრთხილად იყავით. თუ მართლა გრძნობთ და იცნობთ ამ ადამიანს, ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ თუ გადაწყვიტა, მიაღწევს, მიუღწეველს, ამიტომ მაინც ფრთხილად იყავით. მთავარი მესიჯი არის ის, რომ თუ გადაწყვიტა სიყვარული და თუ მას ეწვია ზუსტად ის გრძნობა და შენში დაინახა ის ღირებულება, რომელიც მას შეეფერება, იმიტომ რომ ძალიან ხასიათიანი იმპერატორია,
ზუსტად იცოდეთ, რომ მაშინ სამკუთხედების დაიმსხვრევა და ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერს დაანგროს, რაც იყო ძველი და მოკლედ აირჩევს გრძნობას და შენთან ერთად ყოფნას. და მაინტერესებს ვისთვის იყო ეს გაშლა, ყველას რა თქმა უნდა გელოდებით კომენტარებში და დროებით.